მოგესალმებით გაგანია ტურისტულ სეზონში და გაცნობებთ რომ საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. გაიზარდებოდა, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოს აინტერესებს როგორი გემო აქვს შეღებილ ატამს. რამხელა ინტერესი გააჩინა იმ კაცმა ეს, რა გააკეთა. მოაწყდა ტურისტები ქვეყანას და მთლად ასეც არ შეიძლება. ასე თუ გაგრძელდა, საზღვრებზე მოგვიწევს კონტროლიორების დაყენება. მოითმინეთ, აი გავიდა 3 კაცი ქვეყნიდან, 3 შემოდით. სადედენები შემოვიდეთ. ისე ამდენი უცხოელი სტუმარი თუ ყავს, მაგათ არ უნდათ ჩვენი გადაცემის ყურება საინტერესოა. მოდი წაიკითხე მონოლოგი ინგლისურად მიგებს. სუზაღა, ეგერი ქართულ სიტყვებს უფრო მარტივად გაიგებენ ვიდრე ჩვენს ინგლისურს ჩემს. მართლა მაგარია ამდენი ტურისტი რომ შემოდის, დიახ, სიამაყის ცრემლები მომდის. სიამაყის და შურის. შურის რა? რადგან მილიონობით უცხოელი ჩემს ქვეყანაში ისვენებს და მე ჯერ კიდევ მუშაობ. და ჩვენ რატომ მუშაობთ ისევ? ხო შეიძლება რომელიმე ქვეყნის ტურისტული რაოდენობის გაზრდაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, აღარ არის დრო. კარგი, მოვჩეთ სეზონს არა, წუწუს. თან რამ დაგღალდა ეს მაინტერესებს, მით უმეტეს როცა ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრებები და გადაღლილი გიორგი სოშიტაშვილი. გენაცვალეთ ჩემო დასვენებულო მეგობრებო. მოგეხსენებათ ქვეყანაში მაგარი სიცხეებია და მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართა. უბრალოდ სწორად ჯენზი თაობისთვის გაიმართა აისკრიმ ფესტივალი და უფროსი თაობისთვის მაროჟნების ჭამა. როდის გაიმართა? კვირა 13 ივლისს. ერთი დღე რას ეყოფა? ისეთ სიცხეები ამ გორი სექტორის ბოლომდე ნაყინის ფესტივალი უნდა იყოს, თან მაგრადი იყო პრინცი. კი ბატონო, კარგი, ზაფხულში გაერთდნენ ბავშვები, მაგრამ ზამთარში რა უნდა ქნას? ზამთარში ბამბის ნაყინის ფესტივალს ჩავატარებთ. აბა როგორ? მართალია. აბა ზამთარში ჩატარდეს ჩვეულებრივი ნაყინის ფესტივალი, მერე უნდა მიებას ყივანახველის ფესტივალი. ისე ჩვენს ბავშვობაშიც რომ ჩატარებული იყო ნაყინის ფესტივალი, კიდევ უფრო კარგად გამოვიყურებოდეთ შეიძლება, ხო? რა აზრი ქონდა ან შენ ვინ წამოგიყვანდა თერჯოლიდან, რა ვიცი, ან მეთელავიდან. ჩემთვის შევა სოფელში რომ მოტოციკლი ამოიხრიგინებდა და ყვიროდა ბროშ ის უმოიღო ნაყინის ფესტივალი ჩემთვის. წინა გადაცემაში ვახსენეთ, რომ მეტროს რეაბილიტაცია იგეგმება, რაც მეტრო ვარკეთილით დაიწყო და ეს სადგური 45 დღით დაიკეტა. ანუ ვარკეთილი მიწისზევით ხო ლამაზია და მიწის ქვევით კიდევ უფრო ლამაზი გახდება. უბრალოდ ვარკეთილის მოსახლეობა ცოტა დაბნეული. მეტრო არ გვაქვს, ასე გგონია, ვაკეში ვცხოვრობთ. თუმცა ხალხი მაინც ჩადის ვარკეთილის მეტროში, პოლიცია ეუბნება არ მუშაობს მეტრო და არაუშავს აქ კარგად გრილა და ფეხით გაუყვებით სამგორამდე. ამიტომ მეტროში ასე ცხადდება. მანარებელი მიდის სამგორამდე. ცოტაც მოითმინეთ, დარჩა 39 დღე, 38 დღე და ასე შემდეგ. სამაგეროდ იმ მონაკვეთზე ავტობუსები ემსახურება ხალხს და მათთვის ვისაც ნოსტალგია აქვს, მძღოლები ასე გამოაცხადებენ ავტობუსში. ყურადღება, კარები იკეტება, შემდეგი გაჩერება ვარკეთილი. ისე იმხელა ავტობუსები ყავს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან კუდით რომ დააყენო, ცხვირი კი ექნება სამგორის მეტროსთან. შედი, გამიკარებინა და გამოდი წვიდან. აიგა. ვარკეთილზე გამახსენდა და იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში დათვის შეპარვის გამო ფრენები გადაიდო. დათვი გადაიდათ შეიპარა, აი ვერ ვიგებ. ეთქობა, დაცვაში დათვევიყავ თან. არაუშავს. სამაგეროდ აეროპორტში სუვენირებისა და სასუსტაოების განყოფილებას დაემატა გასართობის სექცია სურათი და ახლა წარმოიდგინე პატარა ფრენაზე ხო გიждები შედ. გიждები. ისე გიყვარს და ის რო ეთქვათ კიდე დაბადებით ფრენა გადაიდო დათვიწებს ასაფრენ მილიქს. არა. სულ გადაირევოდი. კი ბატონო.
რატო გადავირეოდი? მე ფრენის მეშინია, დათვის კი არ მეშინია. პირიქით გამეხარდება და რომ აღარ გავფრინდებოდით. აი ეს უკვე კარგი. ისე ლოგიკურად პირიქით უნდა მოხდარიყო, ხალხი ისეთი შეშინებული იყო, ფრენები უნდა დაემატებინათ პირიქით, რომ ბალე გაქცეულებდა. ერთი კაცი ყვიროდა თურმე ხალხო, ნუ გეშინიათ, არაფერს გიზამთ, ცირკის დათვია. ვერ ხედავთ აეროპორტში ველოსიპედით რო შემოვიდაო? თან ლაპარაკი ცოდნია ამ დათვს შესასვლელში უკითხავს თაფლის შეტანა შეიძლება სალონში ასე ლაპარაკობენ დათვებს. კარგი ვეყობა მაიმუნობა გადავიდეთ სერიოზულ თემაზე. კი ბატონო, იყო სერიოზული თემა. ჩინეთში ლაბუბუს თოჯინამ $150,000 მეტად გაიყიდა. ახლა ნაღდი ლაბუბუები იქნებოდა და მაგიტომ ყიდა ასე ძვირი, რა ვიცი. ეს რომ ბავშვმა მომთხოვოს, ხო ვერ გამასწრებს ახლა. ან რო უყიდო ეს თოჯინა და მეორე დღეს დაგახვედროს თავმოძრობილი და სკრებება მოყრიდი, როგორ ჩვენ ვაკეთებთ ბავშვობაში, ხო? ისე რომ ვფიქრდები $150,000 არაა ძვირი. არა ეს. მაგ ფასად მაინც არაფერი მოგდის. აჰა, ერთი სახლი იყიდო აქ. ხო და კერძო სახლს ჩანთაში ჩადებ? ატარებ აკეთე? თოჯინას სადაც გინდა წაიღებ და ლაბუბუები. მე მგონი ამ ფაქტზე ახალი ფილმი უნდა გადაიღონ სახელწოდებით თოჯინები დაგვსინდა. გოგი. ხედავ რა ჭკვიანი ხარ შენ? ცოლი რო არ მოგყავს. ასეთი ძვირიანი თოჯინების ყიდვაც არ გიწევს ბავშვისთვის შესაბამისად. ეს სანამცოს მოიყვანს და ბავშვი ეყოლებათ, გაიაფთება ეგ ლაბუბუები და 120,000 დღე ეღირება და ეგ არის შეყავად. ერე აპარა, მერე უნდა დაყარო სახში. ისე კუბიკ რუბიკი 6 სიმანეთი ღირდა შევავშოვაში და ის არ ვიყიდეს ძვირიაო და. და კუბიკ რუბიკი რადგან ახსენეთ 11 წლის ჩინელმა ბავშვმა კუბიკ რუბიკი 4 წამში ააწყო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. და კარგი ჯილდოც მიუღია. რა? ერთი სიტყვით ამ ბავშვმა კუბიკ რუბიკის აწყობით ცხოვრებაც აიწყო. 4 წამში როგორ ააწყო? ეთყობა არ იყო აშთლად. მე 4 წამი მარტო იმაზე ფიქში დამჭი და საიდან დამეწყო ეს. ერთი რამაიდა კუბიკ რუბიკი ხوارების გიგრიეთ. ჩემი გიორგი მოწესრიგებული. არ არსებულია კუბიკ რუბიკის გარეშე გერ გამოდის. რა უნდა მაგას იქნება მეც ვაწყობ შეხედე. ჩოწაგი. აბა წავიდა. ყველაფერი სადამახა მის ნერვი. რაღაცინებს ერთი შენ მე რო დავში. რა პროდიუსერი მოგვიკარა. შენ რა გაგიგეთები ერთი 4 წამში მაინტერესებს. აქ მოგიყვე. მოუქნელი მოძრაობა საჭესთან და მე 2 წელი ვაკეთებ ტიმის მანქანა. წირო მიდიოდა 4 წამში 10 წამში და. ხო, კაი, ეს საკმარისებია არო. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ჩინეთმა შექმნა მწერის ზომის მიკროდრონები, რომლებიც დაზვერვისთვის გამოიყენება. ვიცა, იმ დღეს იმხელა ყოღორო დამაჯდა. შეიძლება დრონი იყო, ხა? ხედავ შენ, მე რომ მეგონა სის წოვდა თურმე ინფორმაცია მიქონდა ჩემგან. ანუ წუხელ რომ ყოღომ არ დამაძირა. ან ფესბეს აგენტი იყო ან ცერუს. როგორ უნდა გაარჩიო ისი ეს პატარა დრონი მწერისაგან, გინდა? ჩინელი თუ არ ჭამს, ესე იგი დრონი. სპატაში არის მაგ საქმეში იმერლების ხელით ურევია. ამ დრონის აწყობაზე ხონელები და ვანელები მუშაობდნენ. აი ისინი ერთმა რო რწყილი გაატყობა და მეორე მუთ რამდენი ქონი გაგეყოლებიაო. იხუმრე შენ და ქართველები უკვე მუშაობენ ამ დრონის გამარტივებულ ვერსიაზე. პირდაპირ
ბუზებს უმაგრებენ კაბერებს. ბუზს დაუმაგრდება და წავა. ისე ბიჭებო, აგერ ჩვენ მეგობრებს ოპერატორებს მიმართავ, ამ ხელა კამერებს რო აწვალებთ, აკეთიქით, გადაიღეთ კოღუები. ოღონდ დააფარე პირზე ბზუილი არ შემოვა. ეთერში. რა ბზუილი აქ მგონი მიკროდრონი მოფრინდა, ხო? აი, სადროს, აი. თუ მართლა დრონი ხარ და გიღებთ, მაშინ შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და кейფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. გაფრინდია ხა ჩაიტანი ამბავი ჩინეთში. მონოლოგის დასაწყისში ტურისტები ვახსენეთ, მართლაც მოგვადგა ზღვის სეზონი და ვფიქრობ, ჩვენც არ გვაწყენდა პლაჟზე წამოწოლა ჩემობათა. ამიტომ ახლა გადავეშვათ ზღვაში. ნუ, ზღვაში ვერაჯერ, მაგრამ აი ოცნებებში და ვუმღეროთ ჩვენს ლამას ბათუმს, სადაც აუცილებლად ჩავალთ მალე. მუსიკა გიანი გოლაძის ტექსტი ჩვენი მღერიან ბადა და ნიკა. წავედით.